მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 39 ნომრიდან. მოცემულია A ვექტორი, n და m კოორდინატებით და გვეუბნებიან, რომ არანულოვანია ვექტორი, ანუ გამოდის, რომ ორივე ერთდროულად ნულის ტოლი არ არის. ნუ n და m ერთდროულად ნული არ იქნება. დავიმახსოვროთ, რისი ტოლია კუთხე A ვექტორსა და B ვექტორს შორის. ესე იგი, მოცემულია B ვექტორიც, მისი კოორდინატებია mn. და გვეკითხებიან, ნუ კუთხეს. რა თქმა უნდა, ახლა კლასიკურად გავყვებით ჩვენ ორ ვექტორს შორის კუთხე, როგორ ითვლება, კოსინუს ალფა უნდა გამოვიყენოთ, ცხადია, რიცხვებში წავა შესაბამისი კოორდინატების ნამრავლი n-ჯერ -m-ს დამატებული n-ჯერ n-ი, შეფარდებული n კვადრატს პლუს m კვადრატთან, აი ასე, გამრავლებული -m კვადრატს პლუს n კვადრატთან, ანუ კოორდინატების კვადრატების ჯამიდან ფესში უნდა ავიღოთ, ხო? თუ დავაკვირდებით, ესენი აბათილებენ ნულია. ნუ ქვემოთ პრინციპური მნიშვნელობა ახლა არ აქვს, რა იქნება, მაგრამ ეს გამოდის, კი არა, კვადრატი იქნება, ხო? ახლა იგივე ფესქვეშა გამოსახულება, რაც მარჯვენა მხარეს, ანუ იდეაში m კვადრატს პლუს n კვადრატი გამოდის. და ნუ აქ უკვე ჩანს, რატო გითხრა, რომ არანულოვანი ვექტორია, ანუ m და n ერთდროულად ნუ ნულის ტოლი არ არის რა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ნულისგან განსხვავებული იქნებოდა და ამას აზრი ექნებოდა ამ გამოსახულებას. და კოსინუს ალფა სად არის ახლა ნულის ტოლი? ნუ კუთხე 180 გრადუსზე ნაკლებ მნიშვნელობისთვის ეს არის 90 გრადუსზე და შესაბამისად კუთხეს თუ გეკითხებიან, ნუ 180-ზე ნაკლები გრადუსი უნდა გამიხილოთ, ხო? კარგი, 90 გრადუსი უნდა იყოს პასუხი 39-ში. კი. მე-40 ამოცანა. ორი კითხვა ამოცემული, მოდი ვნახოთ ჯერ ერთი განვიხილოთ. იპოვეთ A თუ E ვექტორი არის A4 კოორდინატებით და Q ვექტორი არის 2 a კვადრატს პლუს 1 შეფარდებული 4-თან კოორდინატებით. და ვიცით, რომ ეს ორი ვექტორი ურთიერთმართობულია, ხო? ნუ უნდა ვიპოვოთ A. ახლა ურთიერთმართობული თუ არის, მეგობრებო, ესე იგი სკალარული ნამრავლი ნულის ტოლია. მივეჩვიოთ ახლა ამას, იმიტომ რომ კოსინუს 90 გრადუსზე ნულია, შესაბამისად ვექტორების სკალარული ნამრავლი, რომ მათი სიგრძეების გამრავლებული კოსინუს ალფაზე, ანუ 90 გრადუსზე, ნუ ეგ იქნებოდა ცხადია ნულის ტოლი. ანუ მეორეს მხრივ ხო ვიცით ჩვენ რას უდრის სკალარული ნამრავლი, ეს არის ერთსახელა კოორდინატების ნამრავლი, ანუ შესაბამისად A2-ზე გამრავლდებოდა და 4 გამრავლდებოდა a კვადრატს პლუს 1 შეფარდებული 4-ზე, ეგეც ნული გამოდის, ხო? აქედან გამომდინარე. ახლა კვადრატულ განტოლებას შევუტევდით, ეს არის 200 დამატებული 4 იკვეცება a კვადრატს პლუს 1, ნუ ცხადია ეს არის ჯამის კვადრატი, a პლუს 1-ის კვადრატი და აქედან a პლუს 1 უდრის 0-ს და a უდრის -1-ს. ახლა მოდი მეორეც გავაკეთოთ. ესე იგი, x-ის რა მნიშვნელობისთვის არის ვექტორები ურთიერთპერპენდიკულარული. ნუ იგივეა უბრალოდ სამგანზომილებიანი ვექტორია მოცემული. b ვექტორი, ეგ არის x-ი - x-ი 1. და ვექტორები არის პერპენდიკულარი, ნუ პერპენდიკულარული აღარ დავწერ ახლა გამეორება ზედაფრაზების, ანუ ერთსახელა კოორდინატების ნამრავლი x-x კვადრატია, -2x-ჯერ -x-ი დადებითი 2x-ია, 1-1 დადებითი 1-ია, ეს უდრის 0-ს, ხო? ურთიერთმართობული ვექტორების სკალარული ნამრავლი ნულის ტოლია, x + 1 ნულია და შესაბამისად x-ი აქაც უდრის -1-ს. მგონია ეს განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. 51 ნომერი.
აბა დავაკვირდეთ. იპოვეთ M-ის ყველა მნიშვნელოვათა ჯამი, რომლისთვისაც ვექტორები ურთიერთმართობულია. უბრალოდ კითხვა შეცვალა ახლა. კაი, მოდი წავყვეთ ესე იგი, რა ვიცით. ვიცით რომ A ვექტორი არის m+1, 1 და -1 კოორდინატებით, B ვექტორი არის m -m და -2m + 3 კოორდინატებით. ну, რადგანაც ეს ვექტორები ურთიერთმართობულია, ანუ გამოდის, რომ მათი ერთსახელა კოორდინატების ნამრავლი, ანუ m+1 ჯერ m, 1 ჯერ -m, -1 ჯერ -2m + 3, მეგობრებო, ეგ არის ნულის ტოლი, ხო? აღარ წინა ამოცანიდან გამომდინარე, აღარ უწევი ახლა ცალკე მეორენაირად კიდევ სკალარულ ნამრავლს, რომ იქ კოსინუსი 90 გრადუსზე ნულია და ცხადია, ესეც ნული გამოდის. გავხსნათ ფრჩხილები, m კვადრატს პლუს m მინუს m, აქ იქნებოდა -1 ჯერ -2m + 2m და -3, ხო? -3. m აბათილებს და აქ არის m კვადრატს პლუს 2m მინუს 3. ეგ არის 0. ახლა რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ მეგობრებო m-ები, მაგრამ ნახეთ რა სიტყვის m-ის ყველა მნიშვნელობათა ჯამი მითხარიობდა კვადრატული განტოლება. ესე იგი m-ის ამონახსნები შესაძლო მნიშვნელობები ამ კვადრატული განტოლების ამონახსნებია. შესაბამისად, მათი ჯამი რა იქნება? პიეტის თეორემის თანახმად იქნება მოპირდაპირე ნიშნით მეორე კოეფიციენტი. ანუ ამას თუ ექნებოდა ორი ფესვი, ხო, ცხადია, m1 + m2 ექნებოდა -2 სტოლი. მაგრამ რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ დისკრიმინანტი ნულზე მეტი არის თუ არა. დააკვირდით, როცა თავისუფალი წევრი უარყოფითია, ასვები დადებითი, ხო? ანუ პირველი კოეფიციენტი დადებითი, ცხადია, დისკრიმინანტი ნულზე მეტი აქვს. 2-ის კვადრატი გამოაკდებოდა 4 ჯერ 1 ჯერ -3, ანუ ემატებოდა 12, დისკრიმინანტი დადებითია. შესაბამისად, ორი ფესვი გააჩნია და ეს ფესვები ამ ფესვების ჯამი -2 სტოლია. 42 ნომერი ვნახოთ. ხო, საინტერესო საკითხია სხვათა შორის ეს. ну, მოდი, დავიწყოთ ახლა ფიქრი. მოცემულია B ვექტორი, კოორდინატები არის ფესვი 2 და ფესვი 6. დავკითხავენ ამ ვექტორსა და OY ხელჩორის კუთხეს. ну, ოქროები, თქვენ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი უნდა გახსოვდეთ მუდმივად, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი ვექტორი მოდოთ კოორდინატთა სათავეში, ანუ გაავლოთ კოორდინატთა სათავიდან. და გავლების დროს როგორ მოიქცევით? ну, პირველი კოორდინატი გეტყვის OX ღერძის მიმართ როგორ არის გადახრილი, ხოლო მეორე კოორდინატი გეტყვის OY ღერძის მიმართ როგორ არის გადახრილი, ხო? ну, დადებითი, ანუ მარჯვნივ იქნებოდა, თქვათ, აქ არის ფესვი 2 და თქვათ, აქ არის ფესვი 6. შესაბამისად, ჩვენი B ვექტორი იქნება აი ასეთი მონაკვეთი, აღწერილი. და ეგ არის B ვექტორი. ძალიან კარგი. ახლა კითხვა. იპოვეთ კუთხე B ვექტორსა და OY ღერძ შორის. მარტივია უკვე. არ ჩანს აი ეს კუთხე? აჰა. როგორ იპოვით? აი ნახაზი როცა აგებულია, ნახაზი უკვე ყველაფერზე მეტყველია, ხო? აი ასე დაწერდით თქვენ აქ უკვე ისიც იცით რომ ეს ფესვი 6-ია, ისიც იცით რომ ეს ფესვი 2-ია, ძალიან მარტივად შეგიძლიათ ტანგენსით გააკეთოთ, ტანგენს ალფა უდრის ფესვი 2 შეფარდებული ფესვი 6-თან და ეს არის ერთი შეფარდებული ფესვის 3-თან. ну, შესაბამისად, ალფა გამოდის 30 გრადუსიანი კუთხე. რომელ გრადუსზე არის ტანგენსი ერთი შეფარდებული ფესვის 3-თან? 30 გრადუსზე. ახლა აქ არის ერთი მუღამი ჩადებული, მაგრამ როცა თქვენ ორგანზომილებიანი ვექტორებისთვის ადგენთ, აი მოცემული ვექტორი
რა კუთხეს ადგენს ნებისმიერ OX ღერძთან თუ Y ღერძთან, აი ასეთი მექანიზმი, ასეთი ნახატი ძალიან უხდება და მარტივად აკეთებს ამოცანას. მაგრამ მე მინდა ახლა აი ეს მექანიზმი პირდაპირ სამგანზომილებიან სივრცეზე განახოთ, იმიტომ რომ აი აქ ახლა არ ჭირდება ამას მეტი განზოგადება და რაღაც ისეთი გართულება. როცა ვაზოგადეთ, ესე ყველა შემთხვევა ერთად უნდა ისეთი მექანიზმი უნდა მოვიფიქროთ, რომელიც ყველა შემთხვევას რა სიტუაციაც არ უნდა იყოს გაუმკლავდება და შესაბამისად რთულდება ფრაზეოლოგია, აზრის გამოხატვა. მოდი 42-ს მეორე გავაკეთოთ. ახლა არის სამგანზომილებიანი სიტუაცია. ნუ ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს გამოცდილება სამგანზომილებაში ვიმუშაოთ, ხო? მე-13 პარაგრაფიდან დაიწყება, კარგი გამოცდილებას მე დავაგროვეთ, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არა გვაქვს. და აგერ ავტორი გთხოვს, რომ სივრცეში უნდა გავავლოთ ა ვექტორი ან შესაბამისი კოორდინატებით და უნდა ვიპოვოთ კუთხე მასა და OZ ღერძ შორის, ხო? ნუ ასე დავწეროთ ალფა Z ღერძის მიმართ. ეს უნდა ვიპოვოთ. კარგი, ავაგოთ ახლა დავხატოთ. მოდი შევიძინოთ ეს გამოცდილება. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ღერძებს სიბრტყეზე იღებთ, სივრცეში იღებთ, ვექტორის აგების პრინციპი არ იცვლება. ყველა ვარიანტში კოორდინატთა სათავეში უნდა მოდოთ ეს ვექტორი. აგერ არის Z, ეს არის X და აგერ არის X წყვეტილი, რატომ აქვს ახლა? არ გვინდა წყვეტილი. დააშავა Y ღერძმა. ეგეც ერთი მთლიანი ხაზი ავიღოთ. ასე. ეგ არის Z, ეს არის X და ეს არის Y. ახლა ჩვენ ილუზია უნდა შექმნათ სივრცის არსებობის, ხო? ახლა პრინციპში როცა მონიტორზე ასე გარკვეულ პროგრამაში ვაკეთებთ, აქ ფერების შეცვლა შეგვიძლია, რაც რეალურ სივრცეში გამოცდაზე არ იქნება მარტივი და შესაბამისად გარკვეულ პრობლემებს შექმნის. მოდი ასე ავიღოთ, თქვათ ესეა და ახლა მოდი ცოტა პატარას ავიღებ. ასე. ნუ ახლა ამან უნდა შექმნას რეალური სივრცის ილუზია, ხო? როგორ გავაკეთოთ ახლა ეს? წარმოვიდგინოთ, აი ოთახის კუთხეში დგახართ და იატაკთან დაადით ჯოხი, ეს არის კედლები, აი ესენი კედელია, ესეც კედელია და ეს არის იატაკი რა. ანუ დადექი აქ შენ დგახარ და რაღაც ჯოხი აიღე და გიგავია ასე, ხო? და უნდა ადგე ახლა და ამ ჯოხიდან უნდა დავშვა წარმოსახვითი პერპენდიკულარები თითოეულ კედელზე რა. აი, მოდი აბა. ოკეი. აი ასე. მოდი დავუშვათ. ასე. აი ასე. იყოს, კარგია, ასე. და აქედანაც რაღაც ასეთი გავაკეთოთ. აგერ არის ეს. მაგრამ ესენი ჯერ არ არის ამ ვექტორის კოორდინატები. აბა რა არის ვექტორის კოორდინატები? ეს არის ასე ვთქვათ, ჩრდილები შესაბამისი განათებით მოცემულ ღერძებზე, მაგრამ რისი ჩრდილები? აი, უკვე აი ამ წერტილების სიბრტყეზე რაც დავაგეგმილეთ, აი იმ წერტილების ჩრდილები იქნება. ეს დაგეგმილდება შესაბამისად X ღერძზე აქ. აი ასე, რომ წარმოვიდგინოთ და OY OZ ღერძზე, აი ეს იქნება უკვე ეს თუ არის A ვექტორი, ეგ იქნებოდა 1, აქეთ იქნებოდა ეს ფესვი 6, აი ასე. და აგერ იქნებოდა ესეც 1. ანუ X-ი, Y-ი, Y და Z. მოდი წითელ ფერს შემოვიტან და რომ
მოსახერხებელი შეიძლება იყოს. ეცეთი აქ ლამაზად მივიტანოთ. კაი, მოდი შემოვიტანოთ წითელი ფერი, ანუ x კოორდინატი ეს არის 1, y კოორდინატიც ეს არის 1 და z კოორდინატი ეს არის ფესვი 6. აი, ეგ ასე გააკეთებ პროექციას აღნიშნული ვექტორის სიმტყეებზე, სამი სიმტყით იქნება შემოსაზღვრული, ხო? და მონიშნავთ შესაბამის წერტილებს ღერძებზე რა. ნუ ახლა თქვენ აქ მართკუთხა პარალელეპიპედი არ აგებთ, რეალისტურ ნახატს ვერ მიღებთ და შეცდომაში შეგიყვანდა თქვათ ღერძებზე რა წერტილების შესაბამება ავექტორს რა. სად არის ეს რეალური კოორდინატები? ახლა აქ უკვე ძალიან მარტივია, ჩვეულებრივად მიუდგებით საკითხს, ძალიან ჩვეულებრივად, როგორც იქ გავაკეთეთ, თქვენ გთხოვენ, აი ამ კუთხეს გთხოვენ, ეს არის ალფა, შესაბამისად, ახლა თქვენ განიხილავდით პრინციპში ვექტორს თავდავანებოთ, აი ამას შეერთებდი, ეს მართკუთხა სამკუთხედი, ანუ რატო ამ მართკუთხა სამკუთხედი ჯერჯერობით სამი მართობის თეორემა არ ვიცით, მაგრამ თვალით მიხვდებოდით ახლა, რომ აი ამ სიტყვის თუ წარმოიდგენ, აი ეგ y ღერძი ამ სიტყვის მიმართ მართობულია და შესაბამისად აი ამ დიაგონალის მიმართაც მართობული იქნებოდა. და გამოდის, რომ შენ გაქვს მართი კუთხე, აქ ცხადია ეს გვერდი, აი ეს გვერდი მთლიანად არის ფესვი 6, ხო? აი ეს ფესვი 6-ია. ახლა პრინციპში გიწევს აქ, ხო? აი, რომ გადმოვიტანოთ ეს მართკუთხა სამკუთხედი, აი ასე, აგერა გაქვს შენ ამ ვექტორი. ეს ფესვი 6-ია, აი გადმოტანილი მაქვს აქ რომ დააკვირდეთ. ახლა სიმტყეში ძალიან მარტივი იყო, აი ეს გვერდი იცოდი ახლა და აქ არიცი გამოსათვლელი გაქვს. რა თქმა უნდა, შეგიძლია გამოთვალო, განა ვერ გამოთვლი, ხო? აი აქ წარმოიდგინეთ ახლა ეს ერთიანია, ეს ერთი აგერ ერთიანია, ხო, ქვემოთ აუცილებლად მართკუთხედი გაქვს და შესაბამისად ეს კვადრატის დიაგონალი გამოდის, ხო? და იქნებოდა ფესვი 2. ამ შემთხვევაში ფესვი 2, სხვა შემთხვევაში შეიძლება სხვა რაღაც იყოს და ანუ ეს ფესვი 2-ია და აქაც ანუ ესეც გარკვეულია, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მყვები, ახლა რა გამოდის, ხო? და როგორ დათვლით ახლა ამ ალფას, ნუ ეს იქნებოდა ისევ და ისევ ტანგენს ალფა, ფესვი 2 შეფარდებული ფესვი 6-თან და იქნებოდა ფესვი 3. ერთი შეფარდებული ფესვი 3-თან, ანუ ალფა კვლავ გამოვიდა წინა მაგალითის მსგავსად 30 გრადუსი. მაგრამ მოდი ახლა რას დავუკვირდეთ მეგობრებო. ვთქვათ, ჯერ ერთი პატარა დეტალი, აი ასე დაგეგმილებები რო არ ვაკეთო ეს ფესვი 2 არ ვითვალოთ, იგი როგორ შეიძლება ამ საკითხის გარკვევა კიდე სხვანაირად. ეგ შეგიძლიათ ასეთაც მოვაგვაროთ ეგ პრობლემა. დათვალოთ თავად ვექტორის სიგრძე. თან ვექტორის სიგრძის დათვლა ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ კოორდინატები თუ მოცემულია, ხო? კი, ცოტათი შრომატევადია, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. რა იქნებოდა ვექტორის სიგრძე? ეს იქნებოდა ფესვი მოცემული კოორდინატების კვადრატების ჯამიდან, ხო? არაფერი განსაკუთრებული არ ვარ, ვიდან ფესვი 2 ფესვი 2 გამოდის. აჰა, ამის სიგრძე დათვლილია, 2 ფესვი 2-ია და შესაბამისად ახლა კოსინუს დავწერთ, ხო? იმიტომ რომ ალფა კუთხის მიმდებარე კათეტის და ჰიპოტენუზის შეფარდება გინდათ. კოსინუს ალფა იქნებოდა ფესვი 6 შეფარდებული 2 ფესვი 2-თან, ფესვი 2-ზე იკვეცება, ეს არის ფესვი 3 შეფარდებული 2-თან და შესაბამისად გამოგვდის ალფა 30 გრადუსი, იმიტომ რომ რომელ კუთხეზეა კოსინუსი ფესვი 3/2 30 გრადუსი. კი ბატონო, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ როგორი სიტუაციაა. ჩვენ აქ გაგვიმართლა მარტივი წარმოსადგენი იყო ასე თუ ისე ეს ნახაზი, იმიტომ რომ ყველა იყო, ასე ვთქვათ, პირველ მერვედში, ხო? აი რომ წარმოიდგინოთ თქვენ ახლა ღერძებს რომ გაავლებთ, ხო? იდეაში ეს აი ასე, ხო? ერთი ეს გამოდის, ხო? ასე ვთქვათ, ერთი მერვედი. აქეთ ხო არის კიდევ მეორე არ გამოდის, აი აქეთ აი ასეთი რაღაცა. მე ქვემოთ კიდევ გამოდის თუ დააკვირდებით ახლა, ხო? აი ასე რომ წარმოიდგინოთ, აი ქვემოთ, აქაც ქვემოთ, ანუ ზემოთ
4 გამოდის, ხო, ასე იქნებოდა კიდევ და ასე. და ანუ იდეაში მთელი სივრცე დაყოფილი იქნება 8 სივრცის ნაჯრად. და აქ შენ თუ იდეალური ნახაზი გინდა უარყოფითი -6 ყოფილიყო, როგორ მოიქცეოდი, ხო? სადღაც ქვემოთ უნდა აგეგო მაშინ ეს აი ასე რომ გააქვს შენ ასე რომ ქონდა წარმოდგენა, ანუ მოგიწევდა ახლა ქვემოთ და ასე იქნებოდა ქვემოთ უნდა დაგეგეგვილებინა მაშინ ასე სიტყვაზე ზემოთ ამოვიდოდა მე ასე იქნებოდა და ნუ კარგი საწვალებელი გამოვიდოდა რა აღნიშნული იქ და ნუ რატო ვაწამოთ ახლა ასე თავი არა რა გვინდა რას ვერჩით და შესაბამისად გამოვიდოდა თუ რაღაცა სხვა ხერხი, სხვა მუღამი უნდა მოვიფიქროთ. ახლა რაშია პატარა მუღამი? მოდი განახეთ ისევ ამ სიტუაციაზე და მე შეგიძლიათ ეს განავცოთ სხვა შემთხვევაშიც. ეს მოდი ასე წავშლი ახლა ამას, ცოტა დროს წაიღებს. და აქაც და ჯობდა ეს უკან დაბრუნებით წამეშალა. მაგრამ ანუ წარმოვიდგინოთ მეგობრებო, რომ ჩვენ გვინდა მოცემული ვექტორიდან z ღერძამდე, უпростоრად კუთხე გვინდა, ხო? მოცემულ ვექტორსა და oz ღერძ შორის. იბადონო, ერთი წუთია ახლა, ეს ერთიანი დავაბრუნეთ. აუცილებლად ვარშნებ. გაიყოს ასე. აქ ეს წავშალოთ აგერ. გიძაიშა. კარგი. ნუ, სადღაც ხომ იქნებოდა ახლა ვექტორის, აი ეს ბოლო, რომ დამეგეგმილებინა მე oz ღერძზე. სადღაც ხო იქნებოდა ეს გეგმილი. კი ბატონო. და თან სიგრძე რა იქნებოდა სათავიდან ამ გეგმილამდე? ფ6 არ იქნებოდა? აი ახლა მინუს ფ6-იც რო ყოფილიყო, ხო მარტივი მისახვედრია და აგეგმილებდი და იქნებოდა იმ მონაკვეთის სიგრძე მაინც ფ6 იქნებოდა. კი ბატონო. ვექტორის სიგრძის დათვლა ყველა ვარიანტში შეგიძლია. კი ბატონო, შემიძლია. და მაშინ მორჩა ამ საკუთრეს ნებისმიერ ვარიანტში აგებ არა? კი. ვაგებ. და მაშინ რა გამოდის? შეგიძლია უპრობლემოდ დათვალო მათ შორის კუთხე. მოდი, პატარა სხვა მაგალითს მოვიყვა. უფრო გამოხატული იყოს ახლა ჩემი სიტყვები და ეს მეთოდი. აი მაგალითად წარმოიდგინეთ ახლა ასეთი სიტუაცია მოცემულია ვექტორი რაღაც სხვა კოორდინატები თქვათ -2 1 და -3. თქვათ ასეთი კოორდინატებით არის მოცემული. შესაძლოა კარგი კუთხე არ გამოგვივიდეს, ანუ არკებით გამოვსახავთ რა. და მაინტერესებს მე ვექტორსა და oz ღერძ შორის ისევ კუთხე. ნუ რა იქნება, ხო? რას გააკეთეთ? წარმოიდგინეთ ამ ჰიპოთეტურ ნახაზს რა. რაღაცა ასეთი ნახაზი იქნება, არ გინდათ მეტი რეალისტურობა, თქვა განზრახ დაუშვებ ახლა პატარა ხარვეს, თქვა 100-ია, რეალურად 100 არ არის, ქვემოთ ჩავა, მაგრამ 100 არის, ნუ რამშობა ქვემოთ რომ იყოს ჩასული რა ვერ შევძლებ სგავს დაგეგმილებას, ხო მივაგნებ იმ კოორდინატს, სადაც აი ეს -3. ისევ oz ღერძზე მინდა oz ღერძ შორის კუთხის გარკვევა. ისევ მართობი ხო იქნებოდა ეს გეგმილის დაცემის კუთხე, სადაც იქნებოდა და ისევ მეკითხებიან აი ამ კუთხეს და ანუ ისევ და ესე გექნებათ მართკუთხა სამკუთხედი, სადაც ერთი გვერდი იქნება მოცემული ვექტორის გვერდი, მეორე გვერდი იქნება აი საძირებელი ღერძამდე, ნუ რა ღერძამდეც გინდათ კუთხე, ხო? მისი კოორდინატის მოდული, ანუ 3 იქნებოდა, მეგობრებო, -3-ის მოდული და შენ უნდა დათვალო კუთხე მათ შორის. ნუ, დათვლიდი, რაც იქნებოდა ამ ვექტორის სიგრძე, რა გამოდის ვექტორის სიგრძე? ამ შემთხვევაში გამოდის -2-ის კვადრატი 4, 1-ის კვადრატი 5, 9-ის კვადრატი 1-ის კვადრატი 1, 3-ის კვადრატი 9, ანუ გამოდის -ფ15 და გამოგვივიდოდა მეგობრებო
რომ კოსინუს ალფა უდრის 3 შეფარდებული ფესვი 15-თან. ნუ თუ ამას შეგვეცდით, აი ფესვი 3 მეხუთედი გავდეს. ალფა იქნებოდა r კოსინუს ფესვი 3 მეხუთედი, ასე დაწერდით. ნუ სულ ერთია. აი მაგალითად, აქ მოგთხოვენ აი ჩვენ სამკუთხედში, რაც ქონდა მოცემული, მოგთხოვეს a ვექტორსა და ox ღერძ შორის კუთხე. ox ღერძ შორის. რას გააკეთებთ? წარმოიდგინეთ ისევ და ისევ, ნახას აი სულ ერთია ახლა. აი მაგალითად, ამას წავშლი. ასე. და აქ იქნებოდა სადღაც ეს მართი კუთხე ხო გეგმილი. ნუ აქედან a ვექტორის ბოლოდან. და შესაბამისად შენ ეს კუთხე გჭირდებოდა უკვე არა? და იგივე რა გამოდის ჩვენთან აქ ერთიანზე ეს გეგმილია ხა ასე იქნებოდა პროცენტ. მაქვს აღებული და პრინციპში ასე იქნებოდა ხო აქ ამას სადღაც ეს ერთიანი აღებული. ეს იქნებოდა მართი კუთხე მეგობრებო, რომ დავაგეგმილებდით, შესაბამისად ესაა ერთიანი ვექტორის სიგრძეს და ამ გვერდის სიგრძის და ამ გვერდის დახმარებით დავთვლით მათ შორის კუთხეს. დავშალოთ ეგ და ახლა ამას დავარქვათ ალფა. ისე და ისე არ გამოდის ეგ არის ჰიპოტენუზა, ეს არის საძიებელი კუთხის მიმდებარე კათეტი და რა იქნებოდა ამ შემთხვევაში კოსინუს ალფა იქნებოდა 1 შეფარდებული 2 ფესვი 2-თან. ასეთი ამბავია რა. ნუ ამ დროს იმასაც ვამბობთ, რომ ფაქტობრივად ჩვენ პოულობთ კუთხეს მოცემულ ვექტორსა და აი რომელ ვექტორს შორის ნახეთ, რომელ ღერძზეც გინდათ, იმ ღერძის კოორდინატი დატოვეთ და ყველა სხვა გაანულეთ. ანუ OX ღერძზე გინდათ, ხო არის 1 ფესვი 6, ანუ პირველი კოორდინატი x-ის დატოვეთ, დანარჩენი გაანულეთ. აი ფაქტობრივად ამ ვექტორს შორის და მოცემულ ვექტორსა და აი ამ ახალ ვექტორს შორის კუთხეს პოულობთ თქვენ რა. თუ ზეპირათად შეიძლება ფაქტობრივად მაგის დაწერა ყოველგვარი ნახაზის გარეშე, აი მაგალითად მოგცეს ჩვენ a ვექტორი -1 3 თქვათ 1 კოორდინატებით. აი ასეთი კოორდინატებით და მეკითხები ამ კუთხეს მასა და y ღერძ შორის. ხო? ნახეთ რა სიზამთ? ფაქტობრივად თუ ხომ აქვს აგერ a ვექტორი. ეგ არის a ვექტორი. და წარმოვიდგენ მე y ღერძზე რაღაცა ვექტორს, ეს იქნება y ღერძზე ვექტორი, y ღერძზე და რა იქნება ამ ვექტორის კოორდინატები? y კოორდინატის გარდა ყველა სხვა განუდებოდა და ეს დარჩებოდა იგივე. ანუ ფაქტობრივად მე უნდა ავიღო რაღაც ახალი ვექტორი, სიტყვაზე ვთქვათ y ვექტორი პირობითად 0 3 0 კოორდინატებით. ანუ ამასა და ამას შორის კუთხე უნდა გავარკვიო. იმიტომ რომ თქვენ ოქროები რომ აგეგმილებთ რაღაცას დავაგეგმილებთ, ვთქვათ, ცუდად გამოჩნდება ახლა ეგ, მაგრამ დავაგეგმილი აი აქ მიტოა კარგი ის აგება, რაღაცა ასეთის აგება, ეს მარტი კუთხე იქნებოდა აქ, არა აქ. ან იქნებოდა მარტი კუთხე. ცუდად ასე ავიღებ ვექტორს თქვათ აქეთ მიდის ჰაერში და რომ დავაგეგმილებდი რაღაცნაირად ასე პირობითად ნუ რა იქნებოდა ამ შემთხვევაში აი ამ y ღერძზე ვექტორი აი ამ მისი ჩრდილის მისი კოორდინატის გამოხატველი ვექტორი იქნებოდა მეგობრებო z-ის მიმართ ნულოვანი მდებარეობა ექნებოდა, რომ დააგეგმილოთ ეს ვექტორი z ღერძზე, x-ის მიმართაც ნულოვანი მდებარეობა ექნებოდა, ამიტომ პირველი და მესამე კოორდინატები 0 ექნებოდა აი ამ მონაკვეთს, ამ ვექტორს და მეორე კოორდინატი დაემთხვეოდა ამ ვექტორის მეორე კოორდინატს, აი 3-ს რა. კაი, ну, პრინციპში თუ ამოცანამ გარკვეული ბუნდოვანება დაგიტოვოთ, აუცილებლად გაკვეთილზეც მეტყვით და
როგორღაც ხმას მომაწვდით რა. კარგი, 53. ნახოთ ახლა. იპოვეთ k-ს ყველა მნიშვნელობა, რომლისთვისაც p ვექტორი არის -1 2x კვადრატი. q ვექტორი არის 5k და a ნებისმიერ x-ისთვის ქმნიან მახვილკუთხეს. ანუ ეს ორი ვექტორი უნდა ქმნიდეს მახვილკუთხეს. ანუ α უნდა იყოს 90 გრადუსზე ნაკლები. ახლა α 90 გრადუსზე ნაკლებია, ანუ 0-დან 90-მდეა, ეს კოსინუს ალფაში უნდა ვთარგმნოთ, ხო? ასეთ კას ვეძებთ ჩვენ და კას ყველა მნიშვნელობა, რომ ნებისმიერ x-ისთვის ხდებოდეს ეს ნებისმიერ x-ისთვის. ყოველი x-ისთვის, აი, გვინდეს ჩანაწერები სკოლაში, ვიცით. ყოველი x-ისთვის უნდა ხდებოდეს აი ეს, ხო? α უნდა იყოს 90-ზე ნაკლები. ანუ მაშინ თუ α 90-ზე ნაკლებია, ანუ ასე პირველი მეოთხედის კუთხეა, ხო? ეს α, მაშინ კოსინუს α რა გამოდის? კოსინუს α გამოდის დადებითი, ორჩა დამთავრდა. ძალიან კარგი. ესე იგი, მე უნდა გამოვთვალო ახლა კოსინუს α გამოსახო. როგორ გამოისახება კოსინუს α? ეს იქნება მათი დამრავლი, ხო, აი აქ მაქვს -1 ჯერ 5 დამატებული 2x ჯერ k დამატებული x კვადრატ ჯერ k და შეფარდებული, მოდი ასე დავწერო ქვები, მიხვდებით ახლა რატო არის გავშლი ამას p ვექტორის და q ვექტორის სიგრძესთან. ეს უნდა იყოს აუცილებლად დადებითი. დაგვიდით ახლა ამ წილადს. ეს რომ დადებითი იყოს, ნიშნული ხო ამაზე ფაქტობრივად გავლენას ვერ ახდენს. იმიტომ რომ ნიშნული დადებითია და ფაქტობრივად ამ წილადის დადებითობა უარყოფითობა მხოლოდ მრიცხველზეა დამოკიდებული. და უქვემოთ სიგრძეები წერია არა უარყოფითი, არანულოვანი, უეჭველი დადებითი გამოსახულებები არის ხო ეს p მოდულის და q-ს მოდულის. ამიტომ ეს რომ მეტი იყოს ნულზე, ცხადია მრიცხველი, ანუ -5 + 2kx + k ჯერ x კვადრატი უნდა იყოს მეგობრებო ნულზე მეტი. ახლა დავხსენოთ ალგებრა. ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს აქ მოცემული კვადრატული სამწევრი და გვინდა რომ რაც არ უნდა x-ი ავიღოთ, ის იყოს ყოველთვის ეს კვადრატული სამწევრის მნიშვნელობა იყოს ყოველთვის დადებითი. ჩვენ ვიცით რომ კვადრატულ სამწევრს შეგვიძლია ასეთი გრაფიკული ფორმა მივცეთ. ეს არის პარაბოლა და ნიშნავს რომ x სრულდებოდეს ყოველ x-ისთვის, გამოდის რომ პარაბოლა OX ღერძის ზემოთ უნდა იყოს. ნებისმიერი x-ისთვის, აი რომელი x-იც არ უნდა განვიხილოთ ჩვენ OX ღერძზე, პარაბოლა არც უნდა ეხებოდეს, არც უნდა კვეთეს, ანუ არც ქვემოთ უნდა ჩამოდიოდეს OX ღერძის ქვემოთ, ხო? მისი x-ის ნებისმიერი x-ისთვის პარაბოლის შესაბამისი წერტილის y კოორდინატი უნდა იყოს დადებითი, ანუ თლიანად პარაბოლა უნდა იყოს OX ღერძის ზემოთ. ეგ კი რა დროს ხდება? როცა დისკრიმინანტი ნულზე ნაკლებია და იმავდროულად შტოები ზემოთ აქვს მიმართული. ანუ შტოები ახლა ხშირ შემთხვევაში ისე მოდის მაგალითი რომ განსაზღვრულია რომ შტოები რაც აქვს, ანუ ზემოთ აქვს მიმართული, არა ცვლადზე დამოკიდებული, ანუ პირველი კოეფიციენტი, მაგრამ პირველი კოეფიციენტი ამ შემთხვევაში k არის. ამიტომ აუცილებლად ზემოთ უნდა ქონოდა წვეროები მიმართული, ესე k დადებითი უნდა ყოფილიყო და თან დისკრიმინანტი უნდა ყოფილიყო უარყოფითი. მოდი გამოვხატოთ დისკრიმინანტი რა არის, ეს არის 2k-ს კვადრატს გამოკლებული 4 ჯერ k ჯერ -5. ესე იგი რა გამოვიდა დისკრიმინანტი გამოვიდა 4k კვადრატს -4 პლუს 20a. ეს უნდა იყოს უარყოფითი. უზემეთი. მოდი ახლა ზემოთ ეს დავშალოთ k + 5 კლებიან უზე k მეტიან უზე და ანუ ამ განტოლების ფესვები არის -5 და 0, ხო? და სრულდება მეგობრებო ნაკლებობა, ავიღოთ ახლა ეს 5 ღერძი, ნაკლებობა სრულდება ფესვებს შორის, ხო? -5-დან
ნუ ლამდე და ჩვენ გვიდოდა აქ ნულზე მეტი. თალხია ინტერვალებია ხო? ეს იქნებოდა აქ, ეს იქნებოდა აი ასე. თუ დააკვირდებით აღნიშნულ სისტემას, ხო? რომ დავშტიხეთ ერთი ტოლობის ამონახსნები და მეორე ტოლობის გადაფარვის ზონა არ გააჩნია, ზოლი არ გააჩნია შესაბამისად. მონახსნა სიმრავლე ცარიელია. ანუ ასეთი კას თქვენ ვერ ნახავთ, პროექტირება სრულდებოდეს. ასეთი ამოცანა იყო მეგობრებო სამკულიაში მოსული ერთხელ და იმედია კარგი ამოცანაა, სერიოზული ამოცანაა, ალგებრის კარგი კომპეტენცია ჭირდება. ვექტორი ცოტა პრობლემური კონცეფცია სტანდარტული სკოლის მოსწავლეებისთვის და ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეებისთვის და შესაბამისად გარკვეულ დისკომფორტს ატარებს თავის თავში. აუცილებლად ეს ამოცანა ხელმეორედ კიდევ დაფიქრდით, გააკეთეთ 1-2 დღის შემდეგ. ნახეთ აბა თქვენ თავთან დასაუბრებით და არა დაზეპირებული რაღაცა სქემით. როგორ გაგახსენდებათ, როგორ დაძლევთ. 44. იპოვეთ ვექტორი, მოდი გადავიდან, რა ვექტორიც არის მოცემული, აი ასე. B ვექტორი აგერ არის ასე. ვექტორებზე აგებული პარალელოგრამის დიდი დიაგონალის სიგრძე. ახლა მეგობრებო, ეს ვექტორები სივრცეში ამოცემული. ახლა სივრცეში კი ამოცემული, მაგრამ პარალელოგრამების ყელი ფიგურაა. ამიტომ წარმოვიდგინოთ თითქოს ეს ვექტორები არის ასე, A ვექტორი, ხო. და რა შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ? ეგ შენზეა დამოკიდებული, აქ მოდებ B ვექტორს თუ ქვემოთ მოდებ. ანუ სტანდარტულად მოდი ასე გავაკეთე. სტანდარტულად ახლა ისე გამოვიდა, რა თქმა უნდა, არა აქ ამას სტანდარტი. თქვათ 1 წერტილიდან გავუშვათ. ხო, მოკლედ რა თქმა უნდა, შენ ახლა პარალელოგრამს რომ ააგებ ზოგადობის შეუზღუდავად, შენ არიცი ეს არის, ანუ მათი საერთო წვეროდან გასული დიაგონალი იქნება უდიდესი დიაგონალი თუ პირიქით. მათი ბოლოების შემაერთებელი დიაგონალი იქნება უდიდესი, ეგ არიცი. რომელია მაქსიმალური. ამისთვის რა არის ჯერ გასაკეთებელი? პარალელოგრამი კი შევკარი, მაგრამ რეალურად ეს პარალელოგრამი ასე არის. თუ ასე არის, ხო? არ ვიცით, ახლა რა განსხვავებაა? რა განსხვავებაა და ერთ შემთხვევაში უდიდესი დიაგონალი იქნებოდა მათი საერთო სათავიდან გასული დიაგონალი და მეორე შემთხვევაში უდიდესი დიაგონალი იქნება პირიქით. ასე ვთქვათ, ბოლოების შემაერთებელი დიაგონალი იქნებოდა მაქსიმალური დიაგონალი. და ეგ რაზეა დამოკიდებული? ეს დამოკიდებულია ამ ორ ვექტორს შორის კუთხეზე. ეს იქნება მახვილი თუ ბლაგვი. მოდი შევაფასოთ ახლა მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსი. თუ გამოვიდა დადებითი, მაშინ ამ სიტუაციას აქვს ადგილი, თუ გამოვიდა უარყოფითი, მაშინ ამ სიტუაციას აქვს ადგილი. და როგორ ვიმოქმედოთ? მე ვნახოთ ახლა როგორ ვიპოვოთ აღნიშნული დიაგონალის სიგრძე. კაი, ჯერ შევაფასოთ ეს. რა თქმა უნდა, ერთსახელად კოორდინატები უნდა გავამრავლო, 3-ჯერ 1, მოდი პირდაპირ დავწერ. 3, ეს არის დამატებული -6, დამატებული დადებითი 2, შეფარდებული. ამის ფესვი, ანუ 3-ის კვადრატი, -3-ის კვადრატი და -2-ის კვადრატი, ეგ არის 9, 18, 4, 22. რა რიცხვია, არის. და აქ რა არის? ფესვი 1, 4, ფესვი 6 რა. ახლა ამას ბევრი ამოჩავანი არ უნდა, რიცხველი გამოვიდა -1 და ანუ უარყოფითია. თუ უარყოფითია, ესე იგი ალფა ბლაგვია. თუ ბლაგვია, მაშინ აი ესეთი სცენარი ყოფილა, ხო? ეს სცენარი არ ყოფილა და მაქსიმალური რა გამოდის? მაქსიმალური გამოდის მათი ბოლოების შემაერთებელი მონაკვეთი. ახლა დაფიქრდით ოქროები. აი ასეა. მათი ბოლოების შემაერთებელი მონაკვეთის სიგრძე როგორ დავთვალოთ? რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი გზა იქნება გამოთვალე როგორც ვექტორი, აი ეს დათვალე.
როგორც ვექტორი, სულ ერთია რომელი ვექტორი. მოდი, რა ვქნათ, იცით? ასე გავუკეთოთ ის არის. მაშინ აი ეს ვექტორი, აი მოდი დიაგონალს დავარქვევ, ხო? ეს დიაგონალი რა იქნება? დააკვირდით ოქროები, აა რომ დავთვალოთ ამ დიაგონალით გამოხატული ვექტორი. მისი ბოლოდან უნდა გადიოდეს ერთი ვექტორი. ასე უნდა მიდიოდეს, ხო? ასე. და ეგ აშკარად არის -b ვექტორი. და მე უნდა უერთდებოდეს მის ბოლოს. ნუ ეგ არის a ვექტორი. ესე იგი რა გამოვიდა? ჩვენი d ვექტორი გამოვიდა, მეგობრებო, -b ვექტორს პლუს a ვექტორი. და სხვანაირად თუ ვიტყვით a ვექტორს გამოკლებული b ვექტორი. არის. ახლა აქედან გამომდინარე, ესე იგი d ვექტორი რა იქნებოდა? ერთსახელა კოორდინატებს გამოვაკლებთ ერთმანეთს, ანუ a-ს უნდა გამოვაკლო a-ს კოორდინატებს, b-ს კოორდინატები როგორ ითვლება ორი ვექტორის სხვაობა კოორდინატებით? ერთსახელა კოორდინატების სხვაობებით. 3-ს გამოვაკდება 1, -3-ს გამოვაკდება 2, -2-ს გამოვაკდება -1 და რა გამოვიდა d ვექტორის კოორდინატები 2, -5 და -2-ს -1 ანუ -1. რა იქნება d ვექტორის სიგრძე, რასაც გვეკითხებიან? ფესვი 2-ის კვადრატს პლუს -5-ის კვადრატი და პლუს -1-ის კვადრატი. რა გამოდის ახლა ეგ? 4, 25, 1, 29, 1, 30. ანუ ფესვი 30. ასეთი რამე. აბა კარგად დავუკვირდით. როგორ ვიმშელეთ ამოცანაში, გადაახვიეთ, კიდევ ერთხელ მოვუსვენეთ, საკმაოდ კარგი ესეთი ფერხორციანი ამოცანა გამოდგა. მოდი ნახოთ ახლა 45 რა სიტყვებს. მოცემული a ვექტორი 3, 2 კოორდინატებით, ვიცით a წერტილის კოორდინატები, ეს არის 1, 4, კარგი, ეგ ვიცით. ყოველ ვიპოვოთ AB ვექტორის და AB ვექტორის და A ვექტორის სკალარული ნამრავი. თუ ცნობილია, რომ B წერტილი ძევს OX ღერძზე. ანუ B წერტილი ეკუთვნის OX ღერძს. და AB და A პარალელური ვექტორებია. კაი. AB ვექტორი პარალელური A ვექტორის. ნუ ეს არ ნიშნავს თანამმართულია, თუ საწინააღმდეგოა ხო გარკვეული არ არის, მაგრამ ნუ ერთ-ერთი მათგანი იქნება, ხო? როგორ მოვიქცეთ ახლა? ნუ პირველ რიგში B წერტილი ეკუთვნის OX ღერძს, აი რაღაცა ასე OX ღერძი არის პირობითად, აი აქ არის. ეგ იმას ნიშნავს, რომ მისი Y კოორდინატი არის 0. და მოდი X იყოს პირველი კოორდინატი, ანუ B წერტილის კოორდინატები ვიცით. ახლა დაფიქრდით. თუ A წერტილის კოორდინატებია 1, 4 და B წერტილის კოორდინატებია რაღაც X და 0, AB ვექტორის კოორდინატები რა იქნება, მეგობრებო? ეს იქნება x - 1, 0 - 4, ხო? ანუ -4. ასეთი რაღაც გვაქვს. ახლა ნახეთ. ჩვენ ვთხოვენ AB ვექტორის სკალარულ ნამრავს. ნუ კაი, ახლა გავამრავლებ ახლა AB ვექტორს A ვექტორზე. პრინციპში ერთსახელა კოორდინატები კი ვიცით, აგერ A ვექტორის არის 3, 2, აგერ არის AB ვექტორის არის აქ და გვიხარი ახლა დავწერთ 3-ჯერ x - 1, ვა, ძალიან მაგარია, ხო? დამატებული 2-ჯერ -4. მაგრამ მე რა? ნუ განტოლება ახლა ეგ რაღაცას ხო უნდა უდრიდეს, ხო? ნუ არ მინდა ჯერ ამ ფრჩხილებს გახსნა იყოს. რაღაცას ხო უნდა უდრიდეს და ჩვენ არ გამოგვიყენებია ჯერ აი ეს პირობა. რომ ისინი არიან პარალელურები. აი რაში გვადგება ახლა მათი პარალელურობა? რაში გვადგება, მეგობრებო, და ისინი ან თანამმართულები არიან, ან საპირისპიროდ მიმართულები და რომელ მდგომარეობასაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი აი A ვექტორსა და AB ვექტორის შორის, ხო? აი თანამმართველობას თუ საწინააღმდეგო მიმართულებას შორის. გაიხსენეთ რა თვისებაა? საქვს ადგილი ერთსახელა კოორდინატების ფარდობა ერთმანეთის ტოლია.
ანუ მე რომ a ვექტორის კოორდინატები აი 3, 2 რომ მქონდა და a ვექტორის კოორდინატებია x-1 და -4, ესე იგი 3 შეფარდებული x-1-თან ტოლი იქნებოდა 2 შემეფარდებინა -4-თან. აი ასეთ ამბავს მივიღებდით. შესაბამისად, ეგ არის 2x ჯერ x-1 უდრის -12-ს. ასე, ეს არის 2x - 2 უდრის -12, ესაა 2x უდრის -3 და x უდრის -5. აი ბატონო, აი ეგ მივიღეთ. აა ხო, ანუ პრინციპში რა გვინდა ჩვენ ხო სკალარული გამრავლება უნდა ვიყოთ და ჩავსვათ ახლა ეგ მნიშვნელობა აქვს. აი რა გვიქნებოდა? აი ხო, ახლა აქ ჭირდება იმის დაკონკრეტება, ეს საწინააღმდეგო მართულია, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო მართული იქნებოდა, იმიტომ რომ აი დააკვირდით ერთსახელა კოორდინატების ფარდობა, მივიღეთ უარყოფითი, ხო? კარგი. ფიცოთი არა მერიოს. გავაგზავნოთ აბა. ჩავსვათ სამჯერ. -5-ს -1, ორჯერ -4, ეს -6 ჯერ 3 არის -18, ეს არის -8 და შესაბამისად ეს გამოდის -26. ну, აქეთ უკვე საკმაოდ სერიოზული მაგალითები გამოდგა ხო ეგ კომპლექსური ცოდნა ჭირდება, მიდგომა ახლა აქ რამდენიმე ასპექტზე გავამახვილეთ ყურადღება. ჯერ ერთი შევქმნით ვექტორი, ხო, AB ვექტორი, აი როგორ კონფიგურირდა, როგორ შეიქმნა, ხო, მისი ბოლო სადაც საწყისი წერტილის კოორდინატების სხვაობით. მერე ჩავწერეთ ვექტორების სკალარული დამრავლი და ბოლომდე გამოვიყენეთ სრულად პირობა, რომ აი ეს პარალელურობის იდეა რას ნიშნავდა, რაც განივთებული იყო პირობაში. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა 46 ნომერი რა სიტყვის. იპოვეთ x და y თუ a-წერტილის კოორდინატებია. კარგი, აბა a-წერტილის კოორდინატებია x და -3. b-წერტილის კოორდინატებია 2 და -7. და ვიცით, რომ AB ვექტორის კოორდინატებია 5 და y. ну რა ვიცი, აბა რა უნდა ახლა ამას არა? ანუ AB ვექტორის კოორდინატები როგორ დაითვლებოდა სხვაგვარად? აი იგივე AB ვექტორის კოორდინატები რა არის? აი ამ ორი წერტილიდან გამომდინარე. ეგ იქნებოდა B-ს კოორდინატებს, ანუ 2-ს გამოვაკდებოდა x და -7-ს გამოვაკდებოდა -3. და შესაბამისად რა გამოდის? ესე იგი 2 - x ეგ არის 5 -7 -3 ეგ არის y, ხო? ანუ ეს 5 და ეს y უნდა ყოფილიყო აღნიშნული მნიშვნელობები. აქედან x გამოდის -3 და y გამოდის -4. აჰა, ეგ საკმაოდ მარტივი ამოცანა იყო, უბრალოდ არ უნდა დაგაბნიოთ ახლა პირობის ფორმულირება. 47. მოდი დავუკვირდეთ 47-ს. მოცემულია სამი წერტილი. A წერტილი 1 კოორდინატებით, B წერტილი -1 0 კოორდინატებით და C წერტილი 0 1 კოორდინატებით. ну ახლა აქ უკვე თქვენ სულად იცით, რომ წერტილის კოორდინატები შეიძლება ეს დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში აიღოთ და ნახაზის მიხედვით გააკეთოთ. მაგრამ მოდი მე ვცდი ახლა ნახაზის გარეშე თუ შეიძლება ამის წარმოქმნა. იპოვეთ ისეთი წერტილიო, მოშკათ წერტილს ითხოვე ხო კოორდინატებით, აი წერტილი x y კოორდინატებით. ამას ითხოვე. რომ შესრულდეს პირობა, აბა რა პირობა უნდა სრულდებოდეს? AB ვექტორი უნდა უდრიდეს 1-2 CD ვექტორს. ახლა რას ნიშნავს ორი ვექტორი უდრის? ესე იგი მართლმთავარი კომპონენტები, ანუ კოორდინატები უნდა უდრიდნენ ერთმანეთს. კარგი. მოდი ამოვწეროთ ახლა, რა არის AB ვექტორი, მეგობრებო?
b წერტილის კოორდინატებს -1 გამოვაკდებოდა 1, მოდი ასე დავწეროთ და 0-ს გამოვაკდებოდა 1, ანუ ეს არის -2 -1. რა არის ახლა CD ვექტორი? ნუ 1/2 CD მინდა, მაგრამ CD ვექტორს დავწერ ჯერ და მე 1/2-ზე გამოვდავლებ, ხო? ეს არის d წერტილის კოორდინატს, ანუ x გამოკლებული c წერტილის კოორდინატი 0 და y-ს გამოკლებული 1, ანუ x y-1. რა იქნებოდა 1/2 CD ვექტორი? ეს იქნებოდა 1/2 გამრავლდებოდა x-ზე, ანუ ეგ არის 1/2 x და შესაბამისად 1/2 გამრავლდებოდა y-1-ზე, 1/2 y-1. და უდრის AB ვექტორს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისად, აი ეს ვექტორი უნდა უდრიდეს აი ამ ვექტორს. ანუ -2 უნდა უდრიდეს 1/2x და ცხადი აქედან x უდრის -4-ს და შესაბამისად -1 უნდა უდრიდეს 1/2 y-1-ს და აქედან ეს არის, ესე იგი, მოდი რომ ამოვხსნათ, -2 უდრის y-1-ს და პლუსით გადავა და y უდრის -1-ს. აჰა, d წერტილის კოორდინატები იქნებოდა -4 -1. ეგეც საკმაოდ ნორმალური, მაგრამ ჩემი აზრით უფრო მარტივი ამოცანა. 52. მოცემულია წერტილები. A წერტილი არის -2 4, B წერტილი არის 0 -1 და C წერტილი არის 1 1. ვიცით რომ CD ვექტორი არის -2-ჯერ AB ვექტორი. ნუ იგივე არის, ხო და გვეკითხებიან მეგობრებო d წერტილის კოორდინატებს რა, ზუსტად იგივეა, დასაკეთებელია ამ შემთხვევაში. დავწერდით აქ AB ვექტორს, რა არის AB ვექტორი წარმოადგენს 0-ს -2, ანუ B წერტილის კოორდინატებს გამოვაკლდებოდა A წერტილის კოორდინატები, ეგ არის 2 და -5. ჩავწერდით, ჩავინიშნავდით CD ვექტორსაც, CD ვექტორი რა არის, ანუ x გამოვაკლდებოდა 1, y-ს გამოვაკლდებოდა 1. მე აქედან აჰა, ბოდიში. აქედან უნდა დავთვალოთ -2 AB ვექტორი რა იქნებოდა, ცხადია -2-ზე გამრავლდებოდა 2 და -5, ანუ აქ იქნებოდა -4 და 10 და ავდგებოდით ახლა და ამ ორ ვექტორს გავუტოლებდით ერთმანეთს, x-1 იქნებოდა -4, ანუ x იქნებოდა -3 და y-1 იქნებოდა 10 და შესაბამისად y იქნებოდა 11. კი ბატონო. ახლა მოდი ვნახოთ 59 ნომერი, რას გთხოვს. 49. მოცემულია A, B ვექტორი რომ არის 40A, 6 და A, ვიცით BC ვექტორი რომ არის 2A კვადრატი -3 და 5, იპოვეთ თუ A, B და C წერტილები ერთმანეთს. აჰა, უქროები, ახლა რა ხდება? რისი თქმა უნდათ ამით რომ ერთ წრფეზე არიან ეს წერტილები. იმის თქმა უნდათ, მეგობრებო, რომ როგორათაც არ უნდა იყვნენ გავაგებთ, ვთქვათ, AB 100-ია, C 100-ია, არა აქვს მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ AB ვექტორი და BC ვექტორი. საწინააღმდეგო ასე გამოდის BC ვექტორი, ასე გამოდის AB ვექტორი, საწინააღმდეგო მიმართული არ გამოდის? კი. და შეიძლება ასე ყოფილიყო AB და აქეთ C, ანუ AB ვექტორი და BC ვექტორი თანამიმართული გამოდის. ანუ ან საწინააღმდეგოდ იქნებიან მიმართული, ან თანამიმართული, არა აქვს მნიშვნელობა, თუ კიდე აიღოს B და C შორის. მაშინ ერთსახელად კოორდინატების ფარდობა ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. ანუ 40A შეფარდებული 2A კვადრატთან ტოლი უნდა იყოს 6 შეფარდებული -3-თან ტოლი უნდა იყოს
შეფარდებული 5-თან. ну აქედან მარტივად ჩანს მეგობრებო ახლა რომ აი ეს ნაკლებია 0-ზე ხო ფარდობა და შესაბამისად ესე იგი აი ეგ იქნებოდა საწინააღმდეგოდ მიმართული სიტუაცია იქნებოდა. ახლა აქედან მარტივად დაასკვით თქვენ რომ იქ -2-ია, ანუ a უდრის და ჯვარედინად გამრავლებდით და -10 და შესაბამისად აღარც გინდათ ახლა თუ გინდათ ჩასვით შეამოწმეთ, მაგრამ სწორია. სწორია, რაღაცა რეულია თუ არა? 40-ია. ეს რომ შეგვეკვეცა აქაც იგივე გამოდის, ხო? -10-ზე რომ გავმრავლო a 40 ჯერ -10 ეს არის 2 ჯერ -10-ის კვადრატი. ბოდიში ხო ტოლები რატომ უნდა ხო ტოლებად არა რომ შეიკვეცება უნდა მოგცეს -2 და გაძლევს -2-ს ქვემოთ არის 200 ზემოთ არის 400 და ესეც -2-ს გაძლევს. არ ჭირდება შემოწმება ამას. მაშინ პრინციპში უნდა შეამოწმოს საერთოდ ცდარი ამოცანა ხო არ არის. ანუ ეს შეფარდებაც უნდა გაძლევდეს -2-ს. კი, უნდა შეამოწმო თუ ეს შეფარდება -2-ს არ მოგცემდა, მაშინ უბრალოდ ასეთი არ არსებულა და ტყუილია. გადაამოწმებდი, ეს შეფარდებაც გამოვიდა -2, ძალიან კარგი. პასუხი არის -10. 50 ნომერი. აქ ახლა 3 ამოცანაა და თითოეულში უნდა მივხვდეთ, რომელი წერტილი მდებარეობს დანარჩენ ორს შორის. მოდი ჯერ პირველი ამოვხსნათ. აი AB ვექტორი ვიცით, რა ტიპიც არის. ეს არის, ანუ 3 კოორდინატიანია 0.1 -1 და 3. და BC ვექტორს რაც შეეხება, BC ვექტორი ეგ არის -0.3, 3 და -9. ახლა ვიცით რომ ერთ თფეზე წერს ეს სამი წერტილი. მაგრამ რომელია დანარჩენ ორ შორის? აი მაგისთვის რა გვჭირდება? პირველ რიგში ოქროები დავფიქრდეთ საწინააღმდეგოთ არიან ეს ვექტორები მართული თუ თანამიმართული არიან. აი 0.1 რომ შევაფარდოთ -0.3-ზე, -1 რომ შევაფარდოთ 3-ზე და 3 რომ შევაფარდოთ -9-ზე. ну ცხადია ესენი სამი ერთმანეთის ტოლია, ანუ კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება რომ შეიძლება ესენი ერთ თფეზე წერდეს და ნაკლებია 0-ზე. ანუ საწინააღმდეგოთ მიმართული ვექტორებია. ესე იგი რა გამოდის? ასე რომ გქონდა ჩვენ a და b და ასე ვექტორი c არის სადღაც აქეთ. აი აქეთ არის. b-ს მარცხნივ იქნება c. კაი ბატონო, აი b-ს მარცხნივ უნდა იყოს c, ეს გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად სად? აქ იქნება a-ს და b შორის თუ a-ს მარცხნივ იქნება. ამაზე როგორ გავცემდით პასუხს? მაშინ სიგრძეები უნდა დავთვალოთ, რომლის სიგრძე უფრო დიდია? AB ვექტორის თუ BC ვექტორის. AB ვექტორის სიგრძე გამოვიდოდა 0.1-ის კვადრატს დამატებული -1-ის კვადრატი დამატებული 3-ის კვადრატი და გამოდის რაღაც რიცხვი, ხო? თუ დააკვირდებით ოქროები, ქვედა გამოდის გაცილებით დიდი. იმიტომ რომ შეხედეთ, აი ზემოთ ახლა 900 + 1 + 0.01-ია და გამოდის ფესვი 10.01 გონი, ხო? 100-ია და რაც შეეხება ახლა ამ მაგალითში, დააკვირდით მეგობრებო, ეს იქნებოდა 91 მარტო ეს გაძლევთ, ხო? ძალიან დიდი რიცხვია. ეს 9 შეიძლება შემიშალოს კიდეც ახანგარიში, მაგრამ 90.09 იქნებოდა, ხო? ანუ BC ვექტორი დიდია სიგრძით. ანუ შესაბამისად B-ზე დიდი თუ არის, აი C იქნებოდა სადღაც აქ. აქეთ იქნებოდა C. ანუ გამოვიდოდა რომ წერტილია დანარჩენ ორ შორის. გადავამოწმოთ ხევსერად ვშენებ. კი ბატონო. ну ახლა აქ შეგვიძლია
მეორე და მესამე თქვენთვის. მოდი მესამეს გავაკეთებ ახლა, მეც იგივეა. და მოდი ზეპირად და ვთქვათ, მოდი ზეპირად ვცადოთ აბა. და თქვენ აი დეტალებში აგერ როგორც გავაკეთე, ისე გააკეთეთ. აბა ზეპირად თუ მივხვდები ახლა თან იცით რომ თან კარგი ანგარიშის მანერა კულტურა არ მაქვს და თუ პატარა რიცხვებია და წესით უნდა დავთვალოთ. კარგი. ახლა დავფიქრდეთ პირველ რიგში, თანამიმართულია თუ საწინააღმდეგოდ მიმართულია. ნახეთ ოქროები 2 რომ შევაფარდოთ -1, ანუ უარყოფითია, ხო? ესე იგი საწინააღმდეგოდ მიმართულია. ანუ ასე რომ გვექნებოდა ჩვენ AB ვექტორი, სადღაც აქეთ არის C წერტილი. ან აქ, ან აქ. ახლა დავთვალოთ სიგრძე. დაგვიდით ეს 2-ის კვადრატია -1-ის კვადრატი, ანუ ეს 5-ია და ეგ გაცილებით პატარა. ანუ ახლა AB მონაკვეთია დიდი, ხო? აი ასე AB მონაკვეთი უფრო დიდია, ვიდრე BC მონაკვეთი და შესაბამისად, სად იქნებოდა C იქნებოდა აი სადღაც შიგნით. ანუ მეორეში C უნდა იყოს წესი პასუხი. აბა მოდი შევამოწმოთ. რა ნომერია 59-ია, კი ბატონო. C. და მოდი ახლა დავფიქრდეთ მესამეში, აი მესამეში რა იქნებოდა. შეფარდებები უკვე დადებითია. ხო, ამან არ შეგაშინოთ ეს 0 შეფარდებული 0-თან, რა თქმა უნდა, 0-ისგან განსხვავებული კოორდინატები უნდა იყოს და ესე უნდა შეაფარდოთ. მე რა რომ მეორე კოორდინატები 0-ია, ეს თვისება, ეს შეგვიძლია ვისაუბრეთ ამაზე, ეს თვისება გავრცელდება არანულოვან კოორდინატებზე. ერთსახელა კოორდინატების ფარდობა ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. თუ ყველა 0 ექნა, მაშინ წერტილები ყოფილა და აღარ ყოფილა არანულოვანი კოორდინატები და არანულოვანი კოორდინატების ფარდობა თუ თანამიმართულიანი ან საწინააღმდეგო მიმართული უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი. შევხედოთ რომ დადებითია, ანუ გამოდის რომ თანამიმართული არიან და აქ პრინციპში სიგრძის დათვლა აღარ სჭირდებათ, იმიტომ რომ AB-ს თანამიმართული თუ BC, ანუ აქეთ იქნება ხო C? აქეთ იქნება C. ესე იგი B გამოვიდოდა მაშინ A და C წერტილებს შორის. კარგი. მოდი აქ გავჩერდეთ და 51-დან გავაგზავნოთ შემდეგ ჩანაწერები. აბა დროებით.